ქორეოგრაფიით და სხეულის ენით გადმოცემული ამბავი თეატრ სახელოსნო 42 სპექტაკლს თანამედროვე ჟანრში წარადგენს პერფორმანსი ქალების ისტორიებზე, მოლოდინებზე და მოლოდინებთან დაკავშირებულ თავგადასავლებზეა აგებული. ისტორიების სიტყვების გარეშე და ამბები, რომლებიც ქალების ყოველდღიურობას, მათ გრძნობებსა და განცდებს უკავშირდება. სპექტაკლის პრემიერა თეატრ სახელოსნო 42-ში 31 იანვარს შედგება. ამბავი, რომელზეც მოგვითხრობენ, მათ ცხოვრებაში უკვე მომხდარა. ან მათ უახლოეს ადამიანს გადახდენია. ან უბრალოდ ბევრი უფიქრიათ ამაზე, თავგადასავალზე, რომელსაც ადამიანი ნამდვილი სიყვარულის, უბრალოდ თანამგზავრის თუ ერთდღიანი ურთიერთობის მოლოდინში ასე მრავლად აწყდება. სპექტაკლი, რომელიც სამსახიობო შემადგენლობის სრული იმპროვიზაციით იდგმება, სწორედ ამ მოლოდინებზე მოგვითხრობს, საკმაოდ სიმბოლური სახელით პარასკევი. ქალის თვალით დანახული პარასკევი დღეა, ამაზე ვყვებით, რომ ვიღაცა ელოდება, რომ ნახავს სიყვარულს, ვიღაცა ელოდება უბრალოდ ურთიერთობას, ვიღაცა გაურბის თავის ურთიერთობას იქ. და აი ამ ესეთი პატარ-პატარა ამბებია შორიდან დანახული პარასკევი დღეს იზემოდა, რომ გადახედო რა ხდება ესეთ თავშეყრის ადგილებში. აი ამაზე ვყვებით და ძალიან გვინდა, რომ ეს დეტალები რაც დავაგროვეთ ჩვენ თვითონ რაღაც ესე ვმუშაობთ, ყველა ვყვებით ჩვენ ამბებს, რაც პიესას არ მივყვებით. პარასკევი თანამედროვე ქორეოგრაფიული სპექტაკლია, რომელიც ფიზიკური თეატრის ენით, სიტყვების გარეშე იშლება სცენაზე, ქალების ყოველდღიური მოლოდინების სახით, შეხვედრის, დასვენების, სიყვარულის, მარტოობის, ცვლილებების გამომსახველობითი ფორმებით. ეს არის ფიზიკური თეატრი, ქორეოგრაფიული სპექტაკლებისგან განსხვავდება იმით, რომ ჩვენ ნაკლებს ცეკვავთ, უფრო ამბავს ყვებით სხეულის ენით და ძალიან განსხვავებული სტილი არის. ესეთი დასი არსებობს გეკო, ბრიტანელების, რომლებზეც გიждები ბავშვობიდან და ჩემთვის, აი როცა გადავწყვიტე, რომ ეს პროფესია მინდა, იყო მაშინ, როცა მათი სპექტაკლი ვნახე და მათი ინსპირაციით ხდება ეს ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. თუმცა ვცდილობთ, რომ ჩვენი, რა თქმა უნდა, ჩვენი რაღაცა შრიხები შევმატოთ. ჟანრი, რომელშიც ჯგუფი მუშაობს, არა მხოლოდ საქართველოში, მთელს მსოფლიოში ძალიან პოპულარული თანამედროვე მიმართულებაა. თინათინ წულაძე ამ მიმართულებით უკვე მესამე სპექტაკლს დგამს. თეატრ სახელოსნო 42-ში ეს მისი სადებიუტო სპექტაკლია. უკვე მქონდა გამოცდილება თინათინთან ისევ, წინა სპექტაკლი გააკეთა ოჯახი, მსგავსი სტილის. და მგონია, რომ მე მგონი მსგავსი მიმდინარეობა არ არის საქართველოში ჯერ და ძალიან საინტერესოა. სხეულის ენით ყვები ისტორიებს, რაც მგონია, რომ უცხო არის მაყურებლისთვის და ძალიან საინტერესო. ჩემი პირველი გამოცდილება ქართული თეატრში და ძალიან მომეწონა, ჯგუფი ძალიან მომეწონა, არა ვიცნობდი არავინ თავიდან და უცებ ასე ძალიან მზეუნე იყო. და ძალიან საინტერესო პროექტი, ძალიან საინტერესო პროცესი, რომ არ ვიცი რა, ძალიან მისავნეთ ეს სტილი. და ეხლა ეს მეორე პროექტი აქ ამ თეატრში და ძალიან რა ქვია, გმაყოფილი ვარ. სპექტაკლის პრემიერა თეატრ სახელოსნო 42-ში 31 იანვარს გაიმართება.